ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით ხდებოდა მცდელობა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის, დღევანდელი აღლუმის ჩაშლის, საბოტაჟის და მასობრივი არეულობების გამოწვევის. ჩვენთვის წმინდა და წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებ პირადად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები ან უკმაყოფილება, კონდეთ საშუალება თავისი აზრის გამოხატვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის თავისი პროტესტის გამოხატვის. მაგრამ სიტყვის თავისუფლებასთან იმას რაც ხდებოდა ბოლო დღეებში არაფერი საერთო არ აქვს. ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს თავის მცირერიცხოვანი ჯგუფებით სურდათ სწორედ სიტყვის თავისუფლებაზე და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა. მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმას, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკებაში მომხდარიყო ეს მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველება სწორედ მათ ლიდერებმა გახუცლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და სამწუხაროდ ორი მათგანი დაიღუპა. მე მინდა სამძიმარი გამოუცხადო მათ ოჯახებს და მე მინდა ყველას გვესმოდეთ, რომ უნდა ვიყოთ ხიზლად, ვინაიდან ეს პროვოკაციები სadzდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ქვეყნის შიგნით, ჩვენ გაუზიარებთ ჩვენ ხალხს, ყველა იმ ცოდნას და ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გაგვაჩნია სამწუხაროდ ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაცია. ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პრეზიდენტს, მინისტრს, დეპუტატს, ის ეკუთვნის მთლიანად საქართველოს, საქართველოს წარსულს, აწყოსა და მომავალს. ის ეკუთვნის დღეს ცხოვრებ თაობებს და მათ, ვინც თავი გასწირეს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა კარგად გვესმოდეს, რატომ უნდა ამ ზეიმის ჩაშლა. იმისათვის, რომ საქართველოს ვერ შეძლოს სოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება. იმისათვის, რომ შური იძიონ ჩვენ ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს აგვისტოს დღეებში გმირული წინააღმდეგობა გაუწია 100 მაგათ აღმატებულ მტრის ძალებს. მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ 10 წლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე და რომელიმე ინტერვენციის დროს. ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს შვილები. ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველას თანაბრად ვიხრით ქეთს ჩვენი ჯარის და ჩვენი გმირების წინაშე. და ჩვენ ყველანი დავდგებით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად. ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას. ვერაფერი ვერ შეარყევს ჩვენ ნებას ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებისთვის და ნამდვილად დემოკრატიული თავისუფალი კონსტიტუციური საქართველოს შეუქცევა და დაშენებისთვის. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ხიზლად და ჩვენი ოკუპანტის მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს.
რუსთაველზე არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების დაშლის დროს დაზარალებულთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომელთაც თავისუფლების მოედანზე მიტინგის ორგანიზატორთა კორტეჟი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ლეიტენანტია, მეორე დაღუპული კი 54 წლის მამაკაცი. სულ საავადმყოფოებში გადაყვანილია 27 დაზარალებული, მათ შორის 28 მოქალაქე და 8 პოლიციელია. ძოხალ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმა სახალხო კრების არასანქცირებული მიტინგი დაშალა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სახალხო კრების არასანქცირებული მიტინგი დაშალა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. სპეცრაზმს შეკრებილებმა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს. პოლიციამ არასანქცირებული შეკრების მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. თავისუფლების მოედნისკენ სპეციალური კორიდორი გაკეთდა, რომელთაც მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ. საკუთარ აქციაზე მიყვანილ მხარდამჭერებზე ადრე ტერიტორია მიტინგის ორგანიზატორებმა დატოვეს. სახალხო კრების ლიდერები რუსთაველის გამზირიდან აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე წავიდნენ. ამ კადრებში ჩანს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მანქანაში ჯდება. მოამბებ დამატებითი მასალა მოიპოვა. მანქანების ესკორტი რუსთაველის გავლით თავისუფლების მოედანს ტოვებს. რამდენიმე მანქანამ ხალხის მასაში დიდი სიჩქარით გაიარა და პოლიციელს დაეჯახა. სამართალდამცველი ადგილზევე გარდაიცვალა. სავარაუდოდ პოლიციელი ბადრი ბიწაძის ესკორტმა მოკლა. ნინო ბურჯანაძესთან ერთად აქცია დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა. პოლიტიკოსების ნაწილმა თავი კინოთეატრ რუსთაველს შეაფარა. კახა კუკავა მოვლენებს კინოთეატრის ფანჯრიდან აკვირდებოდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ამავე თეატრიდან სახალხო კრების კიდევ ერთი ლიდერი ლუკა კურტანიძე და თემურ შაშიაშვილი გამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომელთაც თავისუფლების მოედანზე მიტინგის ორგანიზატორთა კორტეჟი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ლეიტენანტი ლადო მასურაშვილია, მეორე დაღუპული კი 54 წლის მამაკაცი. სულ საავადმყოფოებში გადაყვანილია 27 დაზარალებული, მათ შორის ერთ-ერთი ქალი. დაშავებულია ასევე ტელეკომპანია ITV-ს ჟურნალისტიც. სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმა. 8 პოლიციელი მკურნალობას სტაციონარში გადის. ყავს კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი, გუშინ გარდაიცვალა 54 წლის ნოდარ ცხადაძე, ყოფილი პოლიციელი. როგორც გარდაცვალების ადგილის ანალიზი და დაზიანების ხასიათი მოწმობს, იგი სავარაუდოდ იმავე ავადმსახსენებელი კორტეჟის მსხვერპლი გახდა და დაზიანება მიიღო იმავე ადგილას, სადაც პოლიციელმა, ანუ ოპერაციის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით თავისუფლების მოედანზე. ასე რომ ყავს უკვე ორი გარდაცვლილი, გუშინ მე არ მithქვია გარდაცვლილი პოლიციის სახელი, ეს არის ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი. ამ წუთისთვის ავადმყოფოში ყავს 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 28 მოქალაქე და ერთი თქვენი კოლეგა ITV-ს ჟურნალისტი, რომელსაც მოდის სუხტი, ისევე როგორც ყველა დაზარალებულს. ერთია ქალი, დანარჩენი მამაკაცები. თბილისის მერიამ სახალხო კრების ლიდერებს საპროტესტო აქციის სხვა ადგილზე გაგრძელება ორჯერ შესთავაზა. აქციის ნებართვის ვადა ღამის 12 საათზე ამოიწურა. ბოლო გაფრთხილება კი მომიტინგეებმა მერიისგან არასანქცირებული მიტინგის დაშლამდე 9 საათით ადრე მიიღეს. ჩვენ შევთავაზეთ ნებისმიერი სხვა ადგილი, რომ გაგრძელდეს დემონსტრაცია. გამომდინარე იქიდან, რომ იცოდნენ, რომ ჩვენ დაგეგმილი ჰქონდა რიგი ღონისძიებები და აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ნებისმიერი ადგილი. თბილისში გარდა ის ადგილები, სადაც დაგეგმილია ღონისძიება. იმედია გაითვალისწინება.
სახალხო კრების ლიდერებს და მათ თანამოაზრეებს დღის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამაც მიმართა. შეერთებული შტატების ელჩმა სპეციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღების აღნიშვნას ხელი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა შეუშალოს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის ნორმები ახალგაზრდა იურისტებმაც განმარტეს. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სანქცირებული აქციის ვადის ამოწურის შემდეგ თუ მომიტინგეები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებიან და დაშლას არ აპირებენ, მაშინ სამართალდამცველებს უფლება აქვთ ისინი ადეკვატური ძალის გამოყენებით დაშალონ. დასუფთავების სამსახურმა აქციის დაშლის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამუშაოები ჩაატარა. რუსთაველის გამზირი ღამის 3 საათისთვის გაიხსნა. კვლავ უბრუნდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შოთა უტიაშვილმა მოხდართან დაკავშირებით ახალი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ლიკა ხურციძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. ნინო, სულ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცებულება თუ როგორც ცდილობდნენ გუშინ აქციის ორგანიზატორები დესტაბილიზაციის გამოწვევას. უკვე გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, ეს არის სატელეფონო მასალა, როდესაც ანზორ ბიწაძე, ნინო ბურჯანაძის ვაჟიშვილი დედას უკავშირდება და მათ შორის გაიმართა საუბარი, სადაც ანზორ ბიწაძე დედას ეუბნება, რომ აუცილებლად დაიღვრება სისხლი და მათთვის ეს მათი მიზნის მისაღწევად არის გამართლებული, შესაბამისად პროვოკაციაც იქნებოდა გამართლებული. ეს აუდიო ჩანაწერი სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩვენს მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზოთ რა დიალოგი გაიმართა დედაშვილს შორის ტელეფონით აქციის განმავლობაში. შეგვიძლია მიიღოს სამართლის პარტიების ესენმეს ამბავი გადავაბოროთ, მაინც შეიძლება გამოვიდეს. თუ პარტიულობა ძლიერს, მაშინ სამოქალაქო ომზე დასვას ძლიერს. შეიძლება ვასკასტიკულიზოს და 500-ულიზოს. ხო, ეგრეა. და ყველა ერმა რომელმაც რაღაცას მიაღწიეს, ის არის იმის და მოწყულის ყველა. ევროპელებს და ამას არაკლია. არაკლია ეგრეთ არ არის. ახლა 200 წელიწადია მერე ისოდე პროცესში დაიწყო. ის უკვე კლარული კაცელი მოწვა და ორთავი მოიწვა, უკვე მოწვა დამხმარდა რა. მოწვა ის უკვე პროცესში აღარ უნდა იყოს. და 40% რომ ხალხი საკაცი მაგას ვერაფერს უწევდა. განათებული რო ხნის წინ ამას მაშინ რევოლუცია აღარ იქნებოდა საჭირო რა. ის საფუძველი აქვს. ორმოჩაოსო საკაცის მისად ხარცო? ნუ ხა ეს დეტალურად არის, მაგრამ მითხეთ. რეალურად ინდექსინეს ე? არ ვიცი ანზორიკო რა, ჩვენს მაინც ჩვენს წრეში ვტრიალებს. ჩვენ ვიცი. 35 არის მოყოფილო და 15 პირდაპირ მხარდამჭერია რა. რა მაგისტრატ მაგისტრატ. ხო, რეალურად ეგრე არის. არა, საზოგადოება ძალიან გაყოფილია. რუსეთთან დაკავშირებითაც 50-50. ხო, ეუნები კავკასიის სასწრაფოებია. გურიის ნომერკანაში 50% ცოტაა. ნუ, ეგ არის ძალიან გროი. ეს იმის განცდა, ტრის განცდა, არა 50%-ში ვაფშე არა. ხალხამდე მოწესრიგდა რუსეთს. არა, დაახლოებით ყველა უჭერს ხარ. აი, პროვინცია 50, ხო? იცი რა ხა მე არ მინდა რომ რაღაცა მოგატყუო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლარიზებული არის საზოგადოება, რა ხა მე მითხრა თქვენ ნაწილობრივად დაგაზარავათო ამ რუსეთთან ურთიერთობამ, ეს ის მაგრამ მეორე სწრო, ანუ ვერ იმასიზამო რა. იმიტომ რომ აი პირდა პრაქტიკულად ჩვაზია გაყოფილი. როდა ხეთას გამო თავისუფლების მონდა გავხსენე რა. ხო, მინდა ხადა მithოვეს ის 30-30.
ალბათ ჭირდება ისა მოვა. იმათ არაფერი არ უნდა თქმა. გადარისულის მეორების ჩათვალეს ესენი როგორი გაფრთხილებული არიან? რა. ნაცები? ალბათ არა, მაგენი ხარიან თულ მდგომარეობაში ანდერიკო, იმიტომ რომ აბარშო მართლა ცოტ-ცოტ ისე მიუყვებით, რომ რეალურად ვერაფერში ვერ გედავებიან რა. ვიდეო დეფინიცია ხარხება ნამუზი. აი ვაფშე. და პოლიტიკა ის ხდება, ეს ვარიანტი ხდება, რომელიც თავობა უნდა იყოს ყველა ვარიანტი. რომელიც თავობა უნდა იყოს, კარება რაღაც მინდა მაშინ. შეავლას კომიტეტთან. კომენდანტი ჩასწა საგანგებო მდგომარეობა, იცი? ეგვიპტეში დაალაგეს 3 თვე არ გასულა ტურისტები ჩავიდნენ. მაგრამ იქ ჯარია ძლიერი. ჯარია. ჩვენი ჯარის ძლიერია როგორ ძმა, ხლეა რა მინდა. და ჯარში ეს სიტუაცია აუშ. ხო. რა. ჯარი გამოჯარ დაიწყო. აბა პოლიცია ვერ მოგერა. კოდრის ბატალიონი გვესწრით ხო? არა, სულელია. კოდრის ბატალიონი. კოდრის ბატალიონი გადმოვიდეს და გადაგიხელოს რა, განიწამოს ტანკი, განიწამოს ბეტერი, მაგრამ არ მისულ. რა ხარ გეშარტონებული? იცი რა, კოდრის ბატალიონი თუ მესვრის. ხო? პირველ რიადის ავიცილო და მე დავიწყე და რუსეთთან გააყრეს უხლესობა. ეს იყო აუდიო ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და რომელიც ჩაწერილი არის სავარაუდოდ გუშინ აქციის მსვლელობის დროს ანზორ ბიწაძე ნინო ბურჯანაძის ვაჟიშვილი დედას ესაუბრება თუ როგორი სცენარით უნდა წარიმართოს მოვლენები. ისინი საუბარში ახსენებენ რუსეთის მხარდაჭერას, მოვლენების განვითარებას და ასევე საუბარია იმაზე, რომ მათთვის მისაღები არის სცენარი, როდესაც სისხლი დაიღრება, თუმცა მთავარია მათ მიზანს მიაღწიონ. ასევე ამ საუბრის დროს ანზორ ბიწაძემ უდიერა მოიხსენია კოჯრის ბატალიონი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენაერთი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, მე შეგახსენებთ, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დაასახელა ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის აქციაზე დაკავებული არის გუშინდელ არასანქცირებულ მიტინგზე დააკავეს 90-მდე ადამიანი, რომელთაც უკვე შეეფარდათ ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და ასევე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული კორტეჟზე, რომელმაც გუშინ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დროისთვის დაკავებულია 90-მდე ადამიანი, რომელთაც შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვემდე ვადით. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის თავისთავად ცხადია ამ 2 ადამიანის შეჯახებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მასალის სამტკიცებულების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ. მე შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს 38-მდე ადამიანი დაზიანებული არის ამ დროისთვის საავადმყოფოებში, მათ შორის არის 8 პოლიციელი და 2 ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ერთ-ერთი პოლიციელია. დიდი მადლობა, ეს ლიკა ხურციძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა. ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მის მიერ ორგანიზებული აქცია სპეცრაზმის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა, აქციის დაშლის შემდეგ პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოჩნდა. სამხედროების ლიდერი შვილთან ანზორ ბიწაძესთან ერთად საავადმყოფოში შესვლას ცდილობდა. ბურჯანაძემ და ანზორ ბიწაძემ პირად დაცვასთან ერთად პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს, რომლებიც მათ კლინიკაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა ანზორ ბიწაძეს საავადმყოფოს ტერიტორია დაატოვებინეს. ოფიციალური ინფორმაციით ის დაკავებული არ არის და სავარაუდოდ საკუთარ სახლში იმყოფება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს ლევონ გაჩეჩილაძის ძმა გია გაჩეჩილაძეს. კლინიკაში ასევე მივიდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. აკაზედან მოდიხარ, ხო გია? საიდან მოდიხარ? აი, მეორე გახდელში შემდგომ რო დაერქვა. ყველას უკვე. საქართველოს
ჩვენ ვუბრუნდებით საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიწვეული საზეიმო აღლუმი. აღლუმს საქართველოს შეერაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭაკოტაძე ხელმძღვანელობდა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა აღლუმის მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა. აღლუმის მთლიანი პირადი შემადგენლობა და საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს მიესალმნენ. ამის შემდეგ აღლუმზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენები დააჯილდოვა ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი არვიდა საბონისი და დამოუკიდებლობის დღისათვის პარიზიდან ჩამოსული პირველი ქართველი ემიგრანტების შთამომავლები. კაპრალი სადღობელაშვილი, უფროსი ლეიტენანტი ცირგავა და მაიორი კუთხაშვილი პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა. პირველად აღლუმის ისტორიაში საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულმა სამხედროებმა ფიცი დადეს. 94 კურსდამთავრებულიდან ერთი ქალია. ფიცის მიღების შემდეგ მათ ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ. ამის შემდეგ კი ოფიცრებს და სრულიად შეერაღებულ ძალებს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად საქართველოს ჰიმნი ნინი ბადურაშვილმა შეასრულა. საზეიმო მსვლელობა გახსნა მედროშეთა კოლონამ, მათ მოყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სარდლობის პირადი შემადგენლობისაგან დაკომპლექტებული სააღლუმო კოლოფი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების პირველი შემადგენლობა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ქვეითი ბრიგადები, პირველი და მეორე საარტილერიო ბრიგადები, საინჟინრო ბრიგადა, გვარდია, ჯავშან ტრანსპორტიორები და ავიაცია. პირველად აღლუმზე გამოვიდა ქართული წარმოების ჯავშან მანქანა დიდგორი, რომელიც მთლიანად საქართველოშია დაპროექტებული. მისი ორი მოდიფიკაცია არსებობს. მას ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ჯავშანი აქვს და მთლიანად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. საზეიმო აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და პოლიტიკოსები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები. შეერაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ამის შემდეგ აღლუმების ისტორიაში პირველად საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა საზეიმო ფიცი მიიღეს. 94 კურსდამთავრებულიდან მხოლოდ ერთი ქალია, რომელმაც მამაკაცებთან ერთად საჯაროდ მუხლი მოიყარა და ფიცი დადო. ფიცის მიღების შემდეგ კურსანტებს ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება მიანიჭათ. აღლუმის დასრულების შემდეგ კი ოფიცრები სამსახურს საქართველოს შეერაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ. ვთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს მთლიანობისთვის და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს. ღვთისა და ერის სრულიად საქართველოს დროშის წინაშე ფიცავ. ღვთისა და ერის სრულიად საქართველოს დროშის წინაშე ფიცავ. ყველგან და ყოველთვის ვიქნები სამშობლოს ერთგული. მარად შეურიგებელი ვიქნები მტრებისადმი. რათა დავიცვა ჩვენი ქვეყნის ღირსება და მთლიანობა. ფიცავ. პირნათლად შევასრულო. შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული ამოცანები. და დავიცვა ოფიცრის პროფესიული ღირსება. ფიცავ. საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მუდამ იქნება ჩემი უპირველესი ღირებულება. წმინდა დავიცავ წინაპართა მხედრულ ტრადიციებს.
და პატივს მივაგებ სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას. ფიცავ მარადერთგული ვიქნები ამ საზეიმო ფიცის. ფარავდეს ღმერთი. გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ აღლუმისათვის მზადებაზე ბრძანების გაცემის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავარსარდალმა აღლუმის პირად შემადგენლობას და ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ის ისტორიული მოვლენები გაიხსენა, რომელიც დამოუკიდებლობის პროცესში ქართულმა საზოგადოებამ გამოიარა. მიხეილ სააკაშვილმა ბოლო 10 წლეულებში მიმდინარე პროცესებზე ქართულ ჯარზე, კანონის უზენაესობაზე და ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, სისტემა დღეს არა უცხოძალის, არამედ ქართული საზოგადოების მიერ ყალიბდება. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე და იმ მონაპოვარზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს გამოიარა. სამხედრო სამსახური ეს არის პატივცემულო ბატონებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოება, პატივცემულო უცხოური დიპლომატიური მისიების, უცხოეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებო, პატივცემულო წმინდა სინოდის წევრებო, საქართველოს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებო, ჩემო თანამოქალაქეო. დღეს 21 საუკუნის მე-11 წელს ჩვენი ქვეყანა მე-20-ჯერ აღნიშნავს თავის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე-20 წელია ჩვენი ქვეყანა ამ დღეს ხდება როგორც სუვერენული სახელმწიფო. მე-20 წელია რაც თავისუფლება არის არა რაღაც მიუწვდომელი მიზანი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, არამედ ჩვენი ცხოვრების რეალობა, რასაც სიცოცხლის ფასად დაცვა ჭირდება. ადამიანების წარმოსახვის ფარგლებს სცდება იმის გააზრება, თუ რამდენად ნეტარი იყო ჩვენი ხალხის ისტორიული სწრაფვა თავისუფლებისკენ. განუზომელია ჩვენი გმირი წინაპრების სისხლში, ოფსა და ცრემლში, ასწლეულების მანძილზე ნაცნობი თავგანწირვა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად. ისტორიული მასშტაბით 20 წელი ერთი პატარა წამი, ერთი პატარა გაელვებაა. მაგრამ სიტყვები ამ ყოფნის იმის აღსაწერად, თუ რამდენად დიდია და საოცარია ეს მონაპოვარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს 2 ათწლეული. თავად განსაჯეთ, თავის ისტორიაში ბოლოჯერ საქართველოს 20 წლით ზედიზედ დამოუკიდებელი იყო, ჩემო მეგობრებო, 1465 წელს. 546 წელია ჩვენ ქვეყანას არ ქონია თავისუფლების ერთად აღებული 20 წლიანი მონაკვეთი. 9,000 წელზე მეტია ჩვენი სახელმწიფოებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ ყოფილა ისეთი ხანგრძლივი, როგორც ეს არის დღესდღეობით. ეს ისტორიული ფაქტი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ისტორიის ერი ვართ და ამავე დროს მოგვითხრობს იმაზე, თუ რამდენად ახალგაზრდა არის ჩვენი სახელმწიფო. მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაუშრეტელია ჩვენი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ და ამავდროულად მოგვითხრობს, რამდენად დიდი ტრაგედიებით იყო აღსავსე ჩვენი თავგანწირული ბრძოლა ჩვენი გადარჩენისთვის, ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მონაპოვარია სუვერენიტეტის 20 წელი და დღეს ჩვენთვის და იმავდროულად მოგვითხრობს, თუ რამდენად გასაფრთხილებელია ის, რაც დღესდღეობით გაგვაჩნია. რეალურად ჩვენ მხოლოდ ახლა ვქმნით ქართულ სახელმწიფოებრიობის ტრადიციას. ახლა ვყრით სუვერენული ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს. სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია წუწუნი და ქილიკი ხარვეზებზე, რაც ჯერაც გააჩნია ქართულ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ჩემო მეგობრებო, ასეთი ხარვეზები არის. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვაყალიბებთ ქართულ მოქალაქეობრივ ტრადიციას. საკუთარ სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულების სახელმწიფოს და მოქალაქის შორის ორხრივი პასუხისგებლობის
კულტურას. ჩვენ ახლა ვეჩვევით ას, რომ ცხოვრობთ საკუთარ სახელმწიფოში და არა დამპყრობლის მიერ კონტროლირებად რაღაც ტერიტორიაზე. ახლა ვაცნობიერებთ, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება არსებობს, არ არის თავს მოხვეული რომელიმე უცხო ძალის მიერ. არამედ მას ქმნით ჩვენი ხელებით საკუთარი შვილების, ოჯახის და ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ახლა ვიმეცნებთ, როგორც საზოგადოება, რომ კანონის უზენაესობა იმპერიის მორჩილების ნაცვლად საკუთარი სამშობლოს წარმატებას და გაძლიერებას ნიშნავს. ახლა ვისხოცებთ, რომ სამხედრო სამსახური ეს არის არა ოკუპანტის უცხო ჯარში სამსახური, არამედ ეს არის ჩვენი არმია, ჩვენი ჯარი, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი სამშობლოს დამცველები და ყოველა ჩვენგანის ვალია მათთან ერთად ჩვენი სამშობლოს დაცვა. ჩვენ ახლა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას სჭირდება კანონის უზენაესობა, რომ კანონის უზენაესობის გარეშე არ არსებობს არც ერთი წესრიგი და არც ერთი ნამდვილი დემოკრატია. ახლა ვისხოცებთ, რომ 9,000 წლეულის მანძილზე პირველად ყავს სამოქალაქო სამსახური, ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც დაიბადნენ და თავისუფალი საქართველოს შვილებად, რომელთაც სამხედრო სკოლა გაიარეს დამოუკიდებელ საქართველოში, რომელთაც თავისი სახელმწიფო სამსახური ისწავლეს თავისუფალ საქართველოში, მათ სხვა სახელმწიფო სამსახური არ უნახავთ და ესეც უნიკალური მონაპოვარია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოებრივების პირველ ნაბიჯებს გავთ, ჩემო მეგობრებო, მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა უსაზღვროდ ნიჭიერი, უსაზღვროდ მონდომებული და უსაზღვროდ წარმატებული ერი, რომელიც ახლა აშენებს საკუთარ სახელმწიფოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ თავზე გაიარა ყველანაირმა ქარიშხალმა და ქარბორბალამ, რომლის წარმოდგენა საერთოდ სოფლიო ისტორიაში შეუძლია. ჩვენ გამოვიარეთ ქაოსის და განუკითხაობის წლები, გრების, სისხლის ზღვრის, სამოქალაქო ომის, შიმშილის. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ისე და ჩვილი ბავშვივით უსუსურ სუვერენიტეტს, ისედაც ჩვილი ბავშვივით უსუსურ სუვერენიტეტს, მუდმივად თავს ესხმის ბევრად უფრო დიდი რესურსების მქონე, ბევრად უფრო სამხედრო ძალით შეიარაღებული, ბევრად მეტით და ბოლომდე თავზე ხელაღებული ჩვენი მეზობელი. რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, აღიდგინოს თავის იმპერია და ეს ამას საბუჯელი უნდა ჩაუყაროს სწორედ საქართველოში. ამ 20 წლის განმავლობაში, როგორც ერმა ვიწვიეთ, გამოუცდელობით, გულუბრყვილობით, უამრავი შეცდომის ფასი და უამრავი არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ არარეალური მოლოდინებიც და მათი დრამატული მსხვერპლაც. გამოვცადეთ, როგორ არის დაენარჩხობს მკერს და მე მაინც წამოდგე და მაინც გაიმართო წელში და მაინც დაიწყო ისევ ზემოთ ამოსვლა. ჩვენ შევიგზენით არაერთხელ გულაცრუება და ვიმედობა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ როგორც ერმა შევძელით წარმოუდგენელი გამძლეობის, წარმოუდგენელი ნებისყოფის და შემართების დემონსტრირება. შემართებისა, რომლის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს შემდგარი სახელმწიფოა, რომ დღეს ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით შევდივართ ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოდ ვაშენებთ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამ მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით წესრიგის დამყარება და ერთად ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებებს, რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს კრიმინალისა და იმ სამართლობისგან, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობასა და მის წინაშე თანასწორობის უარყოფას. ვერასოდეს ორგანიზებული დანაშაული, კანონიერი ქურდების ბატონობა, ქუჩის შავი მენტალიტეტი ვეღარ დაბრუნდება საქართველოს ქუჩები, ვეღარ დაბრუნდება საქართველოს სკოლებში, ვეღარ დაბრუნდება მით უმეტეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში. რამდენიც არ უნდა გვებრძოლოს კრიმინალების რეციდივებმა, ნატეხება და ნაგლეჯება ძველი ორგანიზებული დანაშაულის სისტემის, პოლიტიკოსებად ქცეულმა ყოფილმა კანონიერმა ქურდება და მათთან შეკრულმა ელემენტებმა არასდროს საქართველო აღარ დაბრუნდება უკან იმ განუკითხაობაში და იმ უმფლებობაში. ამ ნებისყოფის შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით ტოტალურად კორუმპირებული, არ შემდგარი სახელმწიფოს გარდაქმნა ერთ-ერთ ყველაზე სუფთად, ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ სახელმწიფო აპარატში. ამის შედეგია, რომ ჩვენ
შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. არ დავთმეთ ჩვენი ეროვნული ღირსება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ავაშენეთ ძლიერი ქართული არმია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, არამედ ცივილიზებული კაცობრიობის ხარეს ღირსეულად იბრძვის ტერორიზმისა და წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ ომში. ჩვენი ერის განსაკუთრებული სიბრძნის და წინდახედულობის შედეგია ის, რომ ჩვენ მყარად ვდგევართ ჩვენ კურსს დასავლური ევროატლანტიკური ფასეულობისკენ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია, რომ ჩვენი გეზი ორიენტირებულია მხოლოდ დემოკრატიულ და თავისუფალი სამყაროსგან. შედეგად კი ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოთან და თანაც სულ უფრო იძლიერებს პოზიციებს დასავლურ და ევროპულ ცივილიზაციაში. ცივილიზაციაში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ვეკუთვნით. ძვირფასო მეგობრებო, დამოუკიდებლობის 20 წელი ერთბაშად არის ძალიან ცოტა და ძალიან ბევრიც. დღეს ჩვენ აღარა ვართ იმ უსკულში, რომელშიც ვიყავით 20 ან თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვეკლია, მანამ სანამ ბოლომდე დავივაკებთ. ჯერ ძალიან ბევრი ჩვენი თანამამულე ვერ ეხსნება გაჭირვებას, უმუშევრობასა და სოციალური პრობლემების მარწუხებს. ჯერ ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თითეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის სათანადოდ უზრუნველყოფას. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ გარანტირებულად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს ურყევი დემოკრატიული ინსტიტუტები და შევქმნათ ცივილიზებული ევროპული პოლიტიკური ტრადიცია. ჩვენი ქვეყანა ჯერ ისევ იბრძვის კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო სისტემაში. ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჯერაც არის საქართველოს გამთლიანება და სრული დეოკუპაცია. თითეული ამ გამოწვევის მიღება ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს ტიტანურ ძალისხმევას საჭიროებს. მაგრამ ჩვენი 1000 წლოვანი ისტორია, ჩვენი ეროვნული პოტენციალი, ჩვენი ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამძლეობა და გამოცდილება, ჩვენი გამძლეობა და შეუპოვრობა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს იმაზე, ჩემო მეგობრებო, რომ საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი. რომ საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული. რომ საქართველო აუცილებლად იქნება მიუხედავად ტრის ყველა ხრიკისა საბოლოოდ გამარჯვებული. და საქართველო როგორი პროვოკაციებიც არ უნდა გახორციელდეს, როგორი წრეხიც არ უნდა იყოს, როგორი მუქარებიც, როგორი შანტაჟიც, როგორი ყველა მხრიდან ზეწოლა და სხვადასხვანაირი ქმედებები არ უნდა გახორციელდეს, საქართველო აუცილებლად საბოლოოდ იქნება თავისუფალი. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ერის მფარველი. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აღლუმის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც, როგორც ბაშო ახალაია აცხადებს, აღლუმი დაიწყება დაგეგმილ დროს ზუსტად 11 საათზე. აღლუმში არ იქნება ცვლილებები, მონაწილეობას მიიღებს როგორც სახმელეთო, ისე ტექნიკა და ავიაცია. რუსთაველზე ასევე გავლის ქართული წარმოების ჯავშან ტრანსპორტიორი დიდგორი დამოუკიდებლობის დღეს აღლუმზე პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს ოფიცრებმა, რომლებიც ამ დღის შემდეგ საკუთარი მოვალეობის შესრულება შეუდგებიან. დაიწყება 11 საათისთვის, თქვენ წინასწარ გაქვთ ინფორმაცია, რა სახის ძალები მიიღებს მონაწილეობას აღლუმში, როგორც სახმელეთო, ასევე ავიაცია, ტექნიკის მონაწილეობით. წინასწარ გამოცხადებული რეპეტიცია რა ვქონდათ, ზუსტად იმ ფარგლებში ჩატარდება ყველაფერი. ეს არის პირველი საინტერესო შემთხვევა, როცა ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლად საინტერესო საბრძოლო მანქანის წარმოების შესაძლებლობა. ახალი ოფიცრები, რომლებიც ამ დღის შემდეგ შეუძლებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას და საზეიმოდ